შინდისის ბრძოლიდან 8 წელი გავიდა დღეს სოფელ შინდისში ის 17 გმირი გაიხსენეს, რომლებიც მტერს უთანასწორო ბრძოლაში არ დანებდნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში წინააღმდეგობა გაუწიეს. შინდისის გმირობის ისტორიით რეპორტაჟი შინდისიდან. ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები. ამბობენ, რომ ეს ლექსი ბრძოლაში მიხეილ დვალიშვილმა დაწერა. ამ ბრძოლას ცოცხალი გმირი არ ჰყავს. შინდისის 17-ვე გმირი გორის ასაღებად დაძრულ რუსულ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში დაეცა. თუმცა მათ მიერ ბრძოლით მოგებული რამდენიმე საათი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საბრძოლო ეპიცენტრის დასატოვებლად საკმარისი აღმოჩნდა. დავით დვალიშვილის შვილი ერთ-ერთია იმ 17-თაგან, რომელიც მტერს ცოცხალი არ დანებდა. რაზე უნდა ველაპარაკო. ერთია რომ საქართველოს გმირები ყოლია გამოჩნდა ბოზონეთის სამუშაოში. ხალხი ზამანდობელი არიან რომ აბიჯამა იომენ, ახმარხა იომენ და ამიომენ ბოლომდე. ზოცხოს ბოლომდე ის სულ პადარა წამი ქონდა და ჩელენ წამამდე წასიომენ. სამეყობა ამ ადგილზე 5 დღე ჩემს ვეძე. დილით მელაპარაკა დედა 2 საათში მოვალ სახლში. 2 საათის მერე შეწყდა ჩემი შვილის ზალი. თურმე ჩემი შვილი დაჭრილო. 2008 წლის 11 აგვისტოს ომის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ ქართველი სამხედროები უკან იხევენ. მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული გორისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობს. ყველა მათგანს ოჯახის წევრები გაფრთხილებული ჰყავს, რომ სახლში რამდენიმე საათში მივლენ. მათ არ იცოდნენ, რომ რუსი სამხედროების შემოვლითი გზებით უკვე შინდისში იყვნენ შესულნი და ჩასაფრება ჰქონდათ მოწყობილი. რკინიგზის სადგურთან სროლა დაიწყო. ქართველი ჯარისკაცები ლიანდაგებთან ახლოს მდებარე შენობაში გამაგრდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მრავალრიცხოვან და უკეთ აღჭურვილ მტერს ეომებოდნენ, თანებებაზე არავის უფიქრია. უკანასკნელმა ცოცხლად დარჩენილმა ქართველმა ჯარისკაცმა საკუთარ ნათლულთან ერთად თავი აიფეთქა. მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი გიორგი სიხარულიძე შინდის ხშირად სტუმრობს. მას საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა შინდისის ბრძოლის ეპიზოდი დაწვრილებით იცის. ემოციის გარეშე ვერ საუბრობს. ამბობს, რომ არ იცის მსგავს ვითარებაში თავად როგორ მოიქცეოდა. ჩვენ საქართველოს ისტორიაში ყოლია არაერთი გმირი, მაგრამ ესენი სასწაულია რა არის სიტყვებიც ამ ყოფნის ძალიან ყველას ასეთი არ შეუძლია ეს განგების რჩეული ხალხი იყო. 11 აგვისტოს სოფელ შინდისში ყოველთვის ხალხმრავლობა დაღუპულთა მშობლების გარდა აქ მოდის ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების წარმომადგენლები. ყველა ცდილობს თუნდაც ერთი ყვავილით პატივისცემა გამოხატონ იმ გმირების მიმართ, რომლებმაც ვაჟკაცობით მტერიც გააოცეს. აქ მოვდივართ მადლიერებით, რათა პატივი გამოვხატოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად გმირულად დაგვიცვა ჩვენ, დაიცვა დედაქალაქი, დაიცვა ჩვენი სამშობლო ვერაგი მტრისგან. მადლობა და დიდება მათ სახელებს, მათ ხსოვნას, მადლობა მათ ოჯახებს, რომ ესეთი შვილები, ქმრები, ძმები გაზარდეს. ეს ისტორია თაობებს უნდა გადავცეთ, იმიტომ რომ ეს არის მომავლის იმედის ისტორია და ამ ისტორიით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერი, რომელმაც ასეთი ვაჟკაცები გაზარდა, იქნება უკვდავი და ყველა მტერს დაამარცხებს. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წელი გავიდა. ყველათან ხვდება, რომ შინდისის ბრძოლა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმისა და სიმამაცის გამორჩეული ეპიზოდია. ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე, შმაგი კუპატაძე. ამ სახელებს და გვარებს საქართველოს ისტორია აუცილებლად შემოინახავს.